Если бы в 2008 году, и вы об этом сами только что сказали, мы дрогнули, уже другая была бы геополитическая раскладка. И целый ряд стран, которые пытались практически искусственно затащить в Североатлантический альянс, скорее всего, был бы там. დიდი ხანია დაბლოკილი არ პუტინს 2008 წლიდან და ძალიან ეფექტურად. კარგად მოგეხსენებათ რომ ნატოს წევრობა არ არის დამოკიდებული მხოლოდ ჩვენს ნებასურველზე. ეს არის დამოკიდებული ნატოს ყველა წევრის კონსენსუსზე და ეს გაწყვეტილება მიიღება საერთო კონსენსუსით გზით. რა თქმა უნდა ჩვენ ამაში კარგად გვესმის რომ ერთ-ერთი დამაბრკოლებელი ბარიერი არის ოკუპირებული ტერიტორიები, ოკუპაცია, ოკუპირებული ტერიტორიები. გარანტირებულად შეიძლება ვთქვათ, რომ ევროპას გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირში მიღების თაობაზე არ აქვს. და უფრო მეტიც არც აპირებს ამის გაკეთებას. ანუ ევროპამ იცის, რომ ჩვენ ვიცით, რომ გვატყუებენ წევრობასთან დაკავშირებით. ჩვენ ვიცით, რომ ევროპამ იცის, რომ ჩვენც ვიცით, მაგრამ მიდის ეს თამაში რა პოლიტიკაში ეს მოსულა, ასე ვთქვათ. დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე არის სწორედ ის გეგმა შეთქმულება, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე წინააღმდეგ არსებობს. ეს არის ეგრეთ წოდებული უკრაინიზაციის გეგმა. ეგრეთ წოდებული მეორე პოლიგონის გახსნის და მეორე ფრონტის გახსნის გეგმა. დღეს ჩვენი ქვეყანა ჯერჯერობით არ არის არც ევროკავშირის წევრი ქვეყანა, არც ნატოს წევრი. ჩვენ არ გვაქვს არავითარი უსაფრთხოების გარანტიები და კიდევ ვიმეორებ, ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული. ნომერ პირველი ბირთვული ძალის მიერ.